დღეს ახალი სტილით სამთებერვალს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს მაქსიმე აღმსარებელს. წმინდა მოწამეებს ნეოფიტეს ევგენის, კანდიდეს ვალერიანეს, აკვილას, აგნია ქალწულს, ანასტასის და ღირს მაქსიმე ბერძენს. ნეტარია ის ადამიანი, ვისაც ძალუც ყველა ერთნაირად უყვარდეს. ბრძანებს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომლის მოღვაწეობა და მოძღვრებანი ყოველთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობისა იყო. იგი მე-6-მე-7 საუკუნეებში მოღვაწეობდა და მრავალმხრივი განათლებით გამოირჩეოდა. ჩვენ ქართველებს უფლისაგან დიდი საჩუქარი გვერგო, რომ ამ უდიდესმა მსოფლიო მნიშვნელობის წმინდა მამამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ჩვენს ქვეყანაში გაატარა. მას სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და ლაზიკაში გადასახლება მიუსაჯეს. ღირსი მაქსიმეს წმინდა ნეშტი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ქვემო სვანეთში განისვენებს და ყველა ქართველს აქვს საშუალება მიეახლოს ამ წმინდა ადგილს. ღირსი მაქსიმეს საღვთისმეტყველო შრომების კვლევა ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ დღესაც დიდი ინტერესით გრძელდება. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მოსახელე გახლავთ ღირსი მამა მაქსიმე ბერძენი. მაქსიმე ლათინური სახელია და უდიდეს ნიშნავს. ღირსი მაქსიმე ბერძენი მე-16 საუკუნეში მოღვაწეობდა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა და მრავალ ენას დაეუფლა. ბოლოს კი ათონის წმინდა მთაზე ვატოპედის მონასტერში ბერად აღიკვეცა. მალე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოსკოვის დიდი მთავრის თხოვნით წმინდა მამა მოსკოვში გაგზავნა, სადაც მან სლავურად თარგმნა ფსალმუნები, საქმე მოციქულთა და რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი. იმის გამო, რომ სლავური მაქსიმეს მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია შეცდომებს უშვებდა. წმინდა ბერმა უარი განაცხადა მოსკოველი მიტროპოლიტის დანიელის თხოვნაზე ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია, რადგანაც ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ღვთისათვის არასათნო საქციელში დიდი მთავრის მხილების გამო ღირსი მაქსიმე საპყრობილეში ჩააგდეს. ამასთან თარგმანებში დაშვებული შეცდომებით შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. დიდი სატანჯველებითა და განსაცდელებით დამაშვრალ წმინდანს ანგელოზები ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ. 6 წლის შემდეგ გაათავისუფლეს უფლის რჩეული და ტვერში გაგზავნეს, სადაც 20 წელი იცხოვრა. დევნამ და დიდმა სატანჯველებმა ფიზიკურად დააუწყლურეს წმინდანი, მაგრამ სულიერად კვლავინდებურად მოუდრეკელი და ძლიერი დარჩა. საბოლოოდ ის წმინდა სერგის ყოვლადწმინდა სამების ლავრაში დამკვიდრდა. სიცოცხლის მიმწუხრზე წმინდა ბერი თავის მოწაფესთან ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმანზე მუშაობდა. ღირსი მაქსიმე ბერძენი 1556 წელს გარდაიცვალა. მისი წმინდა ნეშტი წმინდა სერგის ყოვლადწმინდა სამების ლავრაში განისვენებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.